ეხლა თეთრი ღამეები როგორ შეგვიძლია რომ ავხსნათ? პეტერბურგში მიმდინარეობს როგორც უკვე ვთქვი ამბავი და მოგეხსენებათ პეტერბურგის ღამეები დროის კონკრეტულ სეზონებში, წელიწადის კონკრეტულ დროებში, მისი ლოკაციიდან გამომდინარე, ისე არ ღამდება იქ, როგორც დაუშვათ თბილისში ან საქართველოში. რომ ვერ ბნელდება, თეთრ ღამეებს უწოდებენ პეტერბურგში ამ ღამეებს, მაგრამ აქ არ უნდა გავჩერდეთ, ჩემი აზრით, ანუ ამ სათაურის გაშლაზე და რამდენიმე დეტალი მინდა რომ გამოვყო. პირველი, აქ ამ მოთხრობაში პეტერბურგი როგორც ქალაქი და მთავარი პერსონაჟი, რომელსაც სახელი და გვარი არ აქვს და მაგაზე შემდეგ ვახსენოთ რატო არ აქვს და რას ნიშნავს ეგ, პერსონაჟის შინაგანი სამყარო და პეტერბურგი თავისი შენობებით, ადამიანებით და ამინდით არის გატოლებული. ანუ, როდესაც დაუშვათ არის აღწერილი რა ემართება მთავარ პერსონაჟს, როგორი დეპრესია აქვს, რამდენად ცოტა შიზოფრენიული ტიპის პერსონაჟია, რა გაჭირვებები აქვს, რა მენტალური პრობლემები აქვს და ასე შემდეგ. ამის პარალელურად თუ დავაკვირდებით პეტერბურგს, პეტერბურგი ზუსტად იმეორებს პერსონაჟის ხასიათებს. მაგალითად, როდესაც ნასტენკა მიატოვებს და ის სახლში დაბრუნდება, მაშინ პეტერბურგში წვიმს. როდესაც ნასტენკას გაიცნობს და რაღაც იმედი მიეცემა, მაშინ პეტერბურგში კარგი ამინდია. ცუდ განწყობაზეა, იმიტომ რომ პეტერბურგის მუდმივი მოსახლეობა გამომდინარე რა სეზონიცა მიდის, ეს ადამიანები მიდიან აგარაკებზე. ამიტომ ცოტა ისე გრძნობს თავს.